რაც დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოვნებაში გადაცემდა. თუ იცით რომელმა იარაღმა შეიწირა ყველაზე მეტი ადამიანი მსოფლიოს ისტორიაში? ერთმა იარაღმა. ბირთულმა ბომბმა? არა. რაკეტამ? არა. ჭურმა? არა. არა. იარაღი, რომელსაც ყველაზე მეტი ადამიანი სისხლი ადევს, არის პისტოლეტი. ბრაუნინგის პატენტი დამზადებული FN 1910. ბელგიაში დამზადებული პისტოლეტი, რომელთაც 1914 წელს 19 წლის ბიჭმა, თინეიჯერმა, თანამედროვე ენაზე გავრილო პრინციპმა მოკლა ავსტრო-უნგრეთის ტახტის მემკვიდრე. დიდი ჰერცოგი ფრანც ფერდინანდი და მისი მეუღლე სოფია. ამას მოყვა ერთ თვეში პირველი მსოფლიო ომი და ამ ომში პირველ მსოფლიო ომში დაიღუპა სხვადასხვა შეფასებით 15-დან 23 მილიონ ადამიანამდე. ამათგან სამხედრო მოსამსახურე მხოლოდ 8 მილიონი იყო. ყველა დანარჩენი 15 მილიონამდე იყო სამოქალაქო მსხვერპლი. და ეს ყველაფერი გამოიწვია ერთმა იარაღმა. ბრაუნინგმა. დღეს გავრილო პრინციპის იარაღი ინახება მუზეუმში. ვენის მუზეუმში, ისევე როგორც ის მანქანა, რომელშიც იჯდა ფრანც ფერდინანდი და რომელშიც მოკლეს ფრანც ფერდინანდი და მისი მეუღლე. სისხლიანი სარკაზმი ამ ისტორიის ის არის, რომ გავრილო პრინციპმა სულ ორჯერ გაისროლა. ორი ტყვია. ერთი ესროლა ფრანც ფერდინანდს და მეორე მის მეუღლე სოფიას. ამ ორი ტყვით კიდევ ერთხელ მოკლა 23 მილიონი ადამიანი. პირველ მსოფლიო ომს შეეწირა 4 იმპერია: ავსტრო-უნგრეთი, გერმანია, ოსმალეთის იმპერია და რუსეთი. შეიქმნა ათობით ახალი სახელმწიფო იმ იმპერიების საფუძველზე, რომლებიც დაიშალა. შეიქმნა ერთა ლიგა. პირველმა მსოფლიო ომმა მოიტანა უამრავი ცვლილება არა მარტო ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში. ადამიანთა უფლებები, ქალთა უფლებები, უამრავი სხვა რამ. პირველი მსოფლიო ომი გახდა საქართველოს დამოუკიდებლობის დასაბამი. უბრალოდ გავიხსენოთ, რომ ჩვენ ვიყავით პირველი მსოფლიო ომის ბოლოსკენ უკვე გერმანიის მოკავშირე, გერმანია დამარცხდა, საქართველოს გამოაცხადა დამოუკიდებლობა იქამდე, გერმანიის დახმარებით და გერმანიის დაძალებით. გერმანიამ რომელმაც დაგვიცვა ოსმალეთის იმპერიისგან. უბრალოდ უნდა გავიხსენოთ, რომ პირველი მსოფლიო ომი მიდიოდა საქართველოს ტერიტორიაზეც. პირველ მსოფლიო ომში საქართველოს ჩაერთო როგორც რუსეთის ნაწილი და დაამთავრა როგორც გერმანიის მოკავშირე. პრაქტიკულად საქართველოს გახდა პირველი მსოფლიო ომის დამარცხებული სახელმწიფო. იმიტომ რომ გერმანიის მოკავშირე იყო, მაგრამ ამის მიუხედავად საქართველოს 3 წლით შეინარჩუნა დამოუკიდებლობა, რომელიც მერე ისევ რუსეთის ახალმა იმპერიამ ჩამოართვა, წაართვა, წაგლიჩა, ახალი სისხლით და ახალი უბედურებით. გავრილო პრინციპი ამ თავდასხმის ადგილზე, ამ თავდასხმის შემდეგ დაიჭირეს. დაიჭირეს, გაასამართლეს, ციხეში ყავდა და 1918 წელს ციხეში გარდაიცვალა, როგორც ამბობენ, 40 კილო იყო სულ შიმშილისგან. 1918 წელს ისე რომ ვერ მოესწრო პირველი მსოფლიო ომის დამთავრებას. მაგრამ როგორც ამბობენ, არასოდეს არ უნანია. ყოველთვის ამბობდა, მე რო არ მომეკლა ფრანც ფერდინანდი. პირველი მსოფლიო ომი მაინც დაიწყებოდა, იმიტომ რომ ასე უნდა მომხდარიყო. ისტორია მოიტანაო. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ გავრილო პრინციპს ძეგლი უდგას. ძეგლი უდგას სერბეთში და უკვე დიდი ხანია. გავრილო პრინციპი მიიჩნევა თავისუფლებისთვის მებრძოლად. და რეალურად ასეც იყო. იგი იბრძოდა ავსტრო-უნგრეთის წინააღმდეგ. და საბოლოოდ მიაღწია კიდეც იმას, რომ ავსტრო-უნგრეთი დაიშალა, მაგრამ რის ფასად. დღეს 28 ივლისს პირველი მსოფლიო ომის დაწყების დღეა. მე თითქოს ერთი პისტოლეტის, ერთი ბრაუნინგის ამბის მოყოლა მოვინდომე და ფაქტიურად მსოფლიო ომის ისტორია გამომივიდა. რა უცნაურია, როცა არ იცი რა მოყვება ჩახმახის ერთხელ ან ორჯერ გამოკრას. რაც დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოვნებაში გადაცემდა.